ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, პატარა ვიდეო მინდა ჩავწერო სპეციალურად, რომ თან არც მოიცავს ახლა რაღაც ისეთ ღრმა ფილოსოფიას, რომ რაღაც ძიმე იყოს. ალბათ ყველას გვახსოვს სკოლაში მე პირადად განსაკუთრებულად მასწავლიდნენ აი საქართველოს ისტორიას, მეფეები, იმის დედოფლის, რაღაცა შვილის, მამიდაშვილის თავადების და ასე შემდეგ, კიდე აი ის და თან მაგალითად მასწავლებელი რო გაგიძახებდა, ეს ყველაფერი უნდა გცოდნოდათ და თან რო ითხოვდი რომ აი თქვა შეიძლება დავფიქრდე ან რაღაცა, მასწავლებელი გეუბნებოდა მე რომ მოგაყოლეთ, ბიჭო, აბა რას ვიზავ, რაღაცა ესე და ასე შემდეგ, ხო და კითხვა მაქვს უბრალოდ. აი მე ვარ 33 წლის, მაგალითად, 33 წლის. არც ცინიზმით ვამბობ, არც რაღაცა დაცინვით და იმით. რომელი ქართველი მეფის ცხოვრება გამოგდგომია ცხოვრებაში, აი კომენტარში რო დამიწერო და ეგ მეც ვისწავლო რამე ამითი, რომელიც მაგალითად აი ცხოვრებაში რაღაცა პრობლემას ან რაღაცა მაგალითად სამსახურში რომ მიგიღეს მაგიტომ, აი ამ მეფის თქვა და აი ისტორიული ფაქტის გამო თქვენ მაგალითად დაიწყეთ კარგი სამსახური და ცხოვრება გაგიადვილდათ. კომენტარებში დამიწერეთ, გამიხარდება ძალიან თუ კიდე რაღაცა სიახლეს გავიგებ, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი იმას, რომ აი საქართველოს ისტორია ამოწურგულად ვიცი, უბრალოდ ისტორიის თვითონ მიმართულებას არ ვენდობი რატომ. აბსოლუტურად ყველა მაგალითად რო გადავხედოთ რაღაცა ისტორიულ ფაქტებს, ზოგი ფაქტი სპეციალურად დამახინჯებულია, ზოგი მეფე ძალიან კარგად არის გამოყვანილი. აი ახლა მაგალითად რო ავიღოთ თამარ მეფე, მაგალითად იმ დროს ჟამი ვინც აღწერა, ის მაგალითად ვერ იტყოდა, პირობითად ვამბობ. ეს ახლა ისე არ გაიგოთ, რომ იმას თამარ მეფეს შეურაცხყოფას ვაყენებ. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ჩვენი აუდიტორია აი ძალიან უნდა დაუკონკრეტო, აი რაღაცა იმიდან, აი პატარა მარცვლიდან დიდ მარცვლამდე რომ რაღაც გაიგოს. თამარ მეფეს მაგალითად ხო, აი წიგში მაქვს საკითხული, დედოფალი ანათებდა როგორც მზე. მისი სახე, მისი სილამაზე და ასე შემდეგ. ეხა მაგალითად ჟამთ აღწერილს რომ დაეწერა. დედოფალს მაგალითად აქვს დიდი ცხვირი, მაგალითად. ან მაგალითად ხო, რა ვიცი რა, ანუ არ არის თქვა ისეთი შეხედული, როგორც მაგალითად თქვა ისტორიიდან გაგვაცნეს, ხო? საიდან ვიცით ახლა ჩვენ თამარ მეფე თქვა ფიზიკურად როგორ გამოიყურებოდა, ხო? საიდან ვიცით ჩვენ ეს? ხო და ამიტომ ამბობ, რომ აი თქვენ დამიწერეთ კომენტარებში გამიხარდება ძალიან, რომ აი რომელი ქართველი მეფის, ან რომელი თქვა თავადის, ან აზნაურის ცხოვრება და ისტორია გამოგადგათ აი თქვენი წარმატებისთვის. აი ეს მაინტერესებს უბრალოდ და კარგ დღეს გისურვებთ და სხვათა შორის შემდეგი ვიდეოს დღეს თუ მოვასწარი მუშაობ ბატონო და ამიტომ დღეს თუ მოვასწარი აუცილებლად მინდა დავაკომენტარო დიდი გაერთიანება. თან ადამიანმა კომენტარის დამიწერა და მინდა მას უპასუხო. საქართველოს დიდი გაერთიანება, ესეთი რაღაცა პარტია ყალიბდება. აბა კარგ დღეს გისურვებთ და შაბათი კვირა რეზულტატით, ანუ მიგეღოთ რა დასვენებულიყავით, კარგად რომ მე ორშაბათიდან უკვე ახალი მიზნები, ახალი წარმატებები რო შევქმნათ და გავაკეთოთ ჩვენ ცხოვრებაში. ყველაფერს კარგს გისურვებთ. აბა მაგრად.